მოგესალმებით, გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. ამ ვიდეოში ვისაუბრებ UFC თეთრი სახლის შესახებ, გაგიზიარებთ ჩემ აზრს ყველა ბრძოლაზე, შეძლებს დაგვარად ვისაუბრებ და გაგიზიარებთ ჩემ პროგნოზებს, ვინებს ვფიქრობ, ვინებს არ ვფიქრობ, რომელი არის რისკი და ასე შემდეგ. სანამ გადავალ განხილვებზე, დიდი თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. აი, რა მოხდება უბრალოდ 2 წამის საქმე არის რა. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო რა. არ ვაქტიურობ, იმიტომ რომ ერთი ტელეფონით ვარ, რომელიც არის iPhone 8 და სასტიკად მიჭედავს და ამ ვიდეოსაც ლივს წერ და мотиваციისთვის კიდევ ერთხელ თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ არხი და დალაიქოთ ვიდეო. რა გადავალ ჩემ პროგნოზებზე, მინდა გაგიზიაროთ ერთი რაღაცა. Instagram-ზე მაქვს UFC-ს ჩატი, აი ეს ამაწერია და მსურველებად დამამატეთ. ვუყურებთ ხოლმე ერთად ივენთებს, განვიხილავთ ხოლმე, ჩვენ პოზიციებს ვდებთ ხოლმე, რომელიც 90% შემთხვევაში მოდის ხოლმე. ასევე ბევრი MMA კონტენტ კრეატორია, რომლებიც TikTok-ზე დიდი ალბათობით გვხვდებათ ხოლმე. 123 ადამიანი ვართ უკვე და თუ გინდათ რომ ამ ხალხის წევრი გახდეთ, ოღონდ გეხებათ აქტიურ მაყურებლებს რა, რომლებიც ივენთებს არ აგდებთ ხოლმე. აი, ახლა გადავიდეთ კონკრეტულად ივენთზე. ხო, კარტი ხსნება დიეგო ლოპეზის და სტივ გარსიას ბრძოლით. ვინც TikTok-ზე ადევნებ თვალს, განსაკუთრებით ჩემ რეპოსტებში ჩანს, რომ გარსიასკენ ავარ და ფიქშიც მოდი. ძალიან ბევრი ფიქავს დიეგო ლოპეზს და ცოტა მენტალურად მაგან გამტეხა, თორე თავიდანვე გარსიას ვფიქრობდი კარგად რა. ჩემი აზრით, საკმარისი არის ვსიო ახალი ხალხი გვჭირდება featherweight-ის ტოპებში. საკმარისია დიეგო ლოპეზის მოგება სატიტულოზე გასვლა. ეს უნდა გატყდეს ვსიო. აღარ მინდა ერთი და იგივეს ნახვა რა. წააგო ვოლკანოვსკისთან, მოიგოს სილვასთან, ეხა ბოლოს წააგო ვოლკანოვსკისთან რა. და ბოლოს როგორიც გამოიყურებოდა ვოლკთან, იყო აი ჩემი აზრით საშინელება რა. არანაირი გეიმპლანი, არანაირი მონდომება, პროსტა გავიდა, მოდი 25 წუთი მცემეო ვოლკს ეუბნებოდა რა. მხარე ის არის, რომ მართლა კარგ დონეებთან აქვს დიეგო ლოპეზს ნაბრძოლი, რაც მაფიქრებს იმას, რომ შეიძლება უცბად დონეები დადოს, რისიც ყველაზე მეტად მეშინია, თუმცა მოდი გადავალოთ სტივ გარსიას კარიერას რა. მოგეხსენებათ არის ნოკაუტერი, სიმედამტყმელი არის, რაც ყველაზე მეტად მომწონს მისში და featherweight-ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლი არის. მოდი გადავხედოთ მის რეზიუმს. ბოლო ბრძოლაში დაამარცხა დავიდ ონამა, რომელიც კარიერაში არ ყოფილა გათიშული UFC-ში და პირველად გაითიშა გარსიას ხელით. ასევე მელკიზიელი კოსტას კარიერაში არ ყოფილა გათიშული. პირველად გაითიშა სტივ გარსიასთან. კი, ხა მელკიზიელ კოსტას შერდოქს თუ გადახედავთ, ერთი TKO აქვს, თუმცა ეგ ბრძოლა ნოკაუტით არ წაუგია, უბრალოდ ვეღარ გააგრძელა ბრძოლა, ტრავმა მიიღო და პირველი რაუნდის მერე მეორე რაუნდში ვეღარ გავიდა. და ასევე ჩეის ჰოპერი თავის დროზე სალამიკ ჰერნანდესთან და გიბსონ ჯუნიორთან ბრუტალურად გაითიშებოდა. მანამდეც თავის კარიერაში პირველად გაითიშა სტივ გარსიასთან რა. ანუ იმის მტკიცებულება გვაქვს, რომ სტივ გარსიასთან ნოკაუტით წაგება, შენ თუ კარიერაში არ ხარ გათიშული, შეიძლება გაითიშო, რაც დიეგო ლოპეზის შემთხვევაში ბევრი ფიქრობს, რომ მაგარი ყბაკ და ასე შემდეგ რა. UFC-ს გარეთ გათიშულა იქ გარდიდან ჰამერ ფისტებზეც კი გათიშულა ვიღაც დაღესნელი მებრძოლის მხრიდან. ერთი სიტყვით, დგომში ჩემი აზრით სტივ გარსია არის უკეთესი, კარგად შეუულია გრაუნდერ ფაუნდი, კარგად ხმარობს იდაყვებს, რაც ყველაზე მეტად მასში მომწონს. თუ გადაიყვანა, კაი ნელსონთან რა ჭკვიანურად გამოიყენა იდაყვები, გინ მელკიზიელ კოსტასთან, ერთი სიტყვით ძალიან მურტალი გრაუნდერ ფაუნდი აქვს სტივ გარსიას რა. თუმცა რაც არ მომწონს მასში და ფიქრებს, რომ შეიძლება დიეგო ლოპეზმა მოიგოს რა. ეს არის, რომ ძალიან ცუდად ხურავს დისტანციას, რის გამოც ბევრჯერ დაიცა ჯაგინდ, იმის გვარი როგორ არის მაჰესჰატე, ჩინელმა მებრძოლმა, მაგის გამო ცუდად დასაჯა, წინ მიდიოდა. პლუს წონასწორობის დაკარგვა და პლუს ისეთი აი სულის შებერვით გათიშა რა. კაი, მაგას რა თავი დავანებოთ. ასევე შაილა ნუე და ბინკი ჩინელმა მებრძოლმა პირველივე რაუნდში ისეთ მძიმე ნოკდაუნში გაუშვა. მაგიდან ბევრი გაითიშებოდა რა, მაგრამ ღმერთმადლობა დაბრუნდა და ეგ ბრძოლა მოიგო. ერთი სიტყვით, რაც მაშინებს სტივ გარსიას ის არის, რომ ცუდად ხურავს დისტანციას და დარტყმებს ცუდად იღებს. ანუ ცუდი დაცვა აქვს. რისიც ყველაზე მეტად მეშინია, რაც შეეხება გრეპლინგის საქმეს. დიეგო ლოპეზი არის უკეთესი, თუმცა გარსიას მაინც და მაინც ცუდი გრეპლინგი არ აქვს, რაღაც დონეზე შეუძლია რომ თავი დაიცვას. გიგ მელკიზიელ კოსტას პირველი რაუნდი იქ თავი არ გადააყვანინა, არც ზურგი ააღებინა, კი კლინჩი ყავდა, თუმცა თავი მაინც დაიცვა რა. და მელკიზიელი კოსტა კიდე ძალიან კაი გრეპლერი არის. კარგად შეუძლია ესე თავისუფალი სტილის ტერმინით ვიტყვი, არ ვიცი ინგლისურად ან ქართულად როგორ ქვია, აბრატნის კარგად შეუძლია მელკიზიელ კოსტასთანაც ეგრე დაიცვა. Takedown defense რაღაც ზონაზე შეუძლია და თან კაი გრაუნდერ ფაუნდი აქვს რა. ძალიან დიდი რისკი არის ეს თუ ბეთაობთ, გირჩევთ რომ არც ერთი მებრძოლი არა იყოთ. იმიტომ რომ აქ წავა ერთი ამბები რა.
მაგრამ არ ვიცი, მე თუ ხედავ underdogs, მე ის უნდა დავპიკო, არ შემიძლია ისე რა. და თან თუ რეალური არის რა. გოსტი გარსიას კენო 100%-ით აღარ შემიძლია დიეგო ლოპესი გაიყვანეთ აქედან რა. არ მევასება. ხო და დიეგო ლოპესის გამარჯვება იყო ბოლო გამარჯვება იყო ჟინ სილვა, რომელიც იმით ისარგებლა, რომ სილვა იყო ემოციური, იქ აყვა თავის თამაში, ძალიან ცემა და იქ იდაყზე დაიჭირა რა. სილვა რო ემოციური არ ყოფილიყო და მაგ დროისთვის ბევრად გამოცდილი. ეხლა ეს დიდი გამოცდილება იყო სილვასთვის რა. ჩემი აზრით ლოპეზი იმ ბრძოლას წააგდა. კაი, გადავიდეთ ეხლა ბონიკალი და კაი დუკაუსკასის ბრძოლას. პირველ რიგში ვიტყოდა როგორი ფავორიტიც არის ბონიკალი, ეგეთი არ უნდა იყოს, თუმცა ვფიქრავ ბონიკალს რა. კაი დუკაუსკასი კაი მებრძოლი არის კი ბატონო, ერთხელ იყო UFC-ში და გააგდეს, რომან დოლიძესაც ყავს გათიშული, დაბრუნდა მიშელ პერეირასთან გააკეთა თავის მეორე დებიუტი და პირველი რაუნდში გათიშა და ბოლო მისი გამარჯვება არის გერალდ მერშატი რა. იმის თქვა მინდა რომ ეს ბოლო ორი გამარჯვება მაინც და მაინც ბევრ რამეს არ იძახის რა. კი მიშელ პერეირა არ არის ცუდი მებრძოლი, თუმცა მაინც და ბოლო ბრძოლაში დარსი დაამარცხა გერალდ მერშატი ასევე. მოდი რეალურები ვიყოთ ამ დროისთვის არც ისე კარგი მებრძოლი. ხო რაც შეეხება ბონიკალს, ბონიკალი დაბრუნდა რეინერ დერიდერთან მარცხის მერე შეიძლება ითქვას რომ დიდი გამოცდილება მიიღო და ეგეთი მარცხები ხშირ შემთხვევაში კარგი არის და თან ის არის რომ რეინერ დერიდერი სასწაულად დიდი იყო light ისა middleweight-ისთვის და მაგის გამო ბონიკალი სტილისტიკურად საშინელად დაიჩაგრა. ჩემი აზრით ბონიკალი welterweight-ში არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი რა. ამ ბრძოლაში ვფიქრობ რომ გაიმარჯვებს ბონიკალი, ჩემი აზრით დგომში ძალიან თანაბარ ლეველებზე არიან, შეიძლება ცოტა ბონიკალისკენ გადავიხარო. შეგახსენებთ რომ ორივე გრეპლერი არის, ბონიკალი თავისუფალი სტილის მოჭიდავია და კაი დუკაუსკასის საფირმო დარსი მგონია რომ არ გამოუვა მასთან. სიგრძეში და წვდომში არ გადამივაწვევია ინფორმაცია, მაგრამ წესით კაილს უფრო დიდი ექნება უპირატესობით. მგონია რომ ბონიკალი, აი ეგ არის ყველაზე საინტერესო რა, იმიტომ რომ ბონიკალს დგომში უყვარს ბრძოლა რა. მიუხედავად იმისა რომ მოჭიდავია პოლ კრეიგთანაც 15 წუთი ოვერჰენდების პამა და არ უჭიდავია, ნუ გასაგებია რომ პოლ კრეიგს საშინელი სამკუთხედი აქვს და მაგის გამო თავი დაისვრა, თუმცა ბოლო ბრძოლაშიც როდოლფ ვიერასთან რამდენიმე ტეიქდაუნები ქონდა, მაგრამ მაინც აქცენტირება ქონდა დგომში ბრძოლაზე რა. და როგორ წაემართება ბრძოლა, თქვენ ხო სანამ გადავალ კიდევ ფიქებზე, თქვენი პოზიციები ან ფიქები ჩაყარეთ, ვინც ყველაზე მეტს გამოიცნობს შემდეგ ვიდეოში გამოგაჩენთ სკრინის სახით რა. ხო ერთ სიტყვით გონია რომ ბონიკალი გაიმარჯვებს რა, დიდი ალბათობით 29-28, გონია რომ სისხლიანი ჩეხვა იქნება ამ ორ მებრძოლს შორის რა. მაურისიო სანტოსი ანუ რუფის და მაიკლ ჩენდლერის ბრძოლა, ამ ბრძოლაში ჩემი აზრით ფავორიტი არის რუფი, მაგრამ რაღაც გააკავებს მას. აი ეს ხუმრობა რო გაგეგოთ, უნდა ყოფილიყავით ჩვენ Instagram chat-ში რა. ხო ხა მაგ ხუმრობას არ ავხსნი აქ. ერთი სიტყვით გონია რომ მაურისიო რუფი გაიმარჯვებს, თუმცა ახი როგორც ლოკავს და როგორი ფავორიტიც არის, მაინც ეგრე არ დავლოქავდი რა. გასაგებია მაიკლ ჩენდლერი არის საშინელ მდგომარეობაში თავის კარიერის, ისეთი სტილი აქვს რომ ყოველ ბრძოლაში უფრო და უფრო ცუდი გამოდის ხოლმე რა, იმდენს ზიანს იღებს ხოლმე, განსაკუთრებით ბოლო ბრძოლაში იქ პედი მიდაყვებით თავი გაუხეთქა. რა უნდა გავითვალისწინოთ რომ 3 რაუნდია და იქნებ კონტროლი წამოიღოს, იქნებ რაღაც დონეზე დაჭკვიანებული იყო და არ გაახაროს დგომში და გადაიყვანოს რა. კი ბატონო, დგომში უშანსოთ არის და შანსსაც არ დაუტოვებდი. ხო, თან უნდა გავიხსენოთ რომ ბოლო ბრძოლაში რაფაელ ფიზიევი გათიშა, დგომში გათიშა რა. რუფის დგომში lightweight ჩემი აზრით აი 5-ზე ჩამოსაცვლელი ხალხიც არ არის, რომლებიც დგომში მოუგებენ რა. ლერი აუცილებლად უნდა აჭიდავდეს, თუ გამოვიდა ჭიდაობა რაღაც დონეზე კონტროლი და პირველი რაუნდი წამოიღო, შეიძლება გატყდეს კიდევაც რა რუფი. არ როგორც ბენუა სენდენთან გატყდა რა. გონია რომ გაიმარჯვებს რუფი, თუმცა რაღაც დონეზე რისკი მგონია რა. არ გამოირიცხა რომ ჩენდლერმა სასწაულებრივი ჭიდაობა ჩართოს. გადავიდეთ ჩემ ფავორიტ ჰეივეიტზე, ერთ-ერთ ფავორიტ ჰეივეიტზე, ჰეივეიტში ყავს სერგეი პავლოვიჩი, ჯოშ ჰოკეტი, მარიო პინტო, სირილ განი. აი დაგასპოილერეთ უკვე რა. ხო, let's go, ჯოშ ჰოკეტი უნდა მოიგო. გეყოთ რა ამ ადამიანის ჰეიტი საკმარისია რა. ჯერ აკრიტიკებთ ჰეივეიტს, რომ ეს რა საშინელი წონაო, მოსაბეზრებელი ხალხი არისო, აგერ გამოჩნდა ჰეივეიტის გმირი. შოუმენი კაცი, სანახაობრივი მებრძოლი, რომელიც თავის მეტოქებს ანადგურებს, უბრალო კონტროლი არ გამოვაკ, ანადგურებს, ნაწილებად ჩლის რა. ჰოკეტი მგონია რომ გაიმარჯვებს, თუმცა ეს იმაზე რისკიანი ფიქრი მგონია, ვიდრე ხალხი ფიქრობს რა. იმიქიდან გამომდინარე რომ როგორი დარტყმებით შეჭამა კურტის ბლეიდსთან, ეგეთები რომ შეჭამოს დერიკ ლუისთან, იმის გარანტიას გაძლევთ რომ გაითიშება რა. და თან უყვარს ჯოშ ჰოკეტის დგომში ბრძოლა და ყველაზე მეტად რისკს მეშინია რომ დერიკ ლუისისგან რამე
მურტალი დარტყმა არ მიიღოს. დანარჩენი დერეკ ლუისის ერთადერთი გამარჯვების გზა არის ნოკაუტი, თუ არა და თუ გადაიყვანა ეგ ჰოკი, იცი როგორ დაშლის? გრაუნდერ ფაუნდი არ გამოურიცხო რომ ჰოკერის თავის კარიერაში პირველი სამიშენი იყოს, იმიტომ რომ კარგად შეუულია იქ სამიშენების ზევნა რა. უბრალოდ პატარა ფეხები აქვს და დენზელ ფრიმანთანაც ზურგის აღების მცდელობა ჰქონდა, უბრალოდ დენზელ ფრიმანი არის კარგი მოჭიდავე, ასევე პატარა ფეხები აქვს და არ გამოურიცხავ რომ არმბარის მცდელობები ქონდეს დერეკ ლუისთან, იმიტომ რომ დერეკ ლუისი არის ბოლო დონის ქუითერი, მაგრამ ისიც მაფიქრებს რომ რავი მაინც დონალდ ტრამპის წინაშე ესე არ შეირჩხოს თავს და თავის მაქსიმუმს დადებს და თქო ჰოკიტის ფიქავ ამ ბრძოლაში ჯერა რომ გაიმარჯვებს, თუმცა მაინც ცოტა რისკი მგონია ჰეივეითია და შეიძლება ერთმა რაღაც დარტყმამ შეცვალოს, რაც დერეკ ლუის ახასიათებს ნოკაუტების რეკორდი აქვს და ასე შემდეგ რა. The incredible hook მოგვაქვს პერეირას თავი, მაგრამ ევასება ჰოკიტი და გეყოთ ჰოკიტის ჰეითი გეყოთ. შეიყვარეთ ეს მებრძოლი, გოუთია. შანომალი აიმენ ზაჰაბი, ამ ბრძოლაში მგონია რომ გაიმარჯვებს შანომალი. მომწონს მე ზაჰაბის fight IQ, ანუ საბრძოლო IQ. მომწონს როგორი დაკვირვებულიც არის, ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ შავი ქამარიც არის, თუმცა ბოლო ორი ბრძოლა ჩემი აზრით იყო ქურდობა. მარლონ ჩიტოვერასთან, ხოსე ალდოსთან, იქ ალდომ რა სოკერ კიკი გაუტარა, ვაიმე. და მგონია რომ ომალი სტილისტიკურად ცუდი მატჩაპი არის მისთვის. აი ზაჰაბმა თუ გადაიყვა იქ დიდ ჩარტში იქნება, მაგრამ მგონია რომ ომალი გაიმარჯვებს, რეკ მუხლები, დისტანციაზე დატოვებს, აკენწლის. აი უფრო მეტად 2.5 ვფიქრობ ამ ბრძოლაში, მაგრამ არ გამოვიხსენე რომ ომალი მას გათიშოს რა. ჩემი პროგნოზი არის შონ შუგარ ომალის ნოკაუტი ან დისიჟენი. გადავედი სადიტოლო ბრძოლაზე, ბონგამინ უნდა მოიგო. სირილ განი. მე ვპიკავ ამ ბრძოლაში სირილ განს, თუმცა იმაზე რთული და ახლო ბრძოლა არის დასაპიკად. ვიდრე ან ხალხი ალექს პერეირას პიკავს ან განს. პირველ რიგში მოდი გავითვალისწინოთ, რომ ალექს პერეირა არის middleweight-დან ამოსული მებრძოლი, რომელმაც იბრძოლა light heavyweight-ში და ახლა მისი დებიუტი არის heavyweight-ში. მოდი გავამახვილოთ ყურადღება თუ როგორი შენელებული იქნება ალექს პერეირა. ჯერ ხო არ არის სწრაფი და მე როგორი შენელებული იქნება და უნდა ებრძოლოს სირილ განს, რომელიც არის heavyweight-ის ფლეში. მე აზრით heavyweight-ში არის ყველაზე სწრაფი მებრძოლი, განსაკუთრებით ბოლო ბრძოლაში გამოჩნდა. კი, გასაგებია რომ იმ ბრძოლის ბედი ვერ გავიგებთ და არაფერი გვინახია ისეთი, თუმცა გასათვალისწინებელია რომ ის 4 წუთი რაც ყოფილა შვენივრად ებრძოლა სირილ განი ტომას პინალს დგომში უგებდა, ცხვირის გაუტეხა და სისწრაფეში აშკარად ჯობნიდა რა. სირილ განს სისწრაფეში ვერ აჯობებს. heavyweight-ში თითქმის ვერავინ და რატო არის ალექს პერეირას აღებას არისკო რა. სირილ განს აქვს 2 წაგება და ვინებთან აქვს და რატო აქვს. განუსთან აქვს და რატო წააგონ განუსთან. განუს კენწლით დგომში შანს არ უტოვებდა, როგორც მახსოვს საწყისი 2 რაუნდი გადაუარა, აი პატარა ბავშვით დეკლასირებას უკეთებდა, მაგრამ ეგენ განუ ჭიდაობა ჩართო და всё, წააგო განა რა. თან აქ ჯონ ჯონსთან. რატომ წააგო? იმიტომ რომ ჯონ ჯონს აქ კარგი საბაზისო დონეს ჭიდაობის. ალექს პერეირა არ ფლობს ისეთ დონეზე ჭიდაობას, რომ რა ვაფშე არ ფლობს ჭიდაობას რა. ანუ ვერ თუ განთან არ იჭიდავე, ჯერ რა სცენარები გვინახია, ვერ მოუგებ დგომში რა. დგომში აი რა მოკალი და მგონია რომ განი პატარა ბავშვი იცებს, აი და შეარჩხოს ხალხის წინაშე რა. ისეცებს, მაგრამ ყველაზე მეტად რისიც მეშინია ეს არის ალექს პერეირას უკე ბამბამ წაიტუივასამ როგორ დარტყმაზე დაიჭირა, ეგ დარტყმაზე რომ დაიჭიროს პერეირამ მოკვდება განი რა. მაგის მეშინია ყველაზე მეტად, მაგრამ მოძრავი არის ფეხის წვერებზე, კარგად დადის, ხელებს ჩამოშებული რაღაც გემრიელი სტილია, კი ბინძური მებრძოლია, მაგრამ მომწონს მე. ალექს პერეირას ძალიან გიპირადებს რაღაცა და ძალიან შენელებული არის ჩემი აზრით, უარესად შენელებული. რავი ალექს პერეირას ერთადერთი შანსი გამარჯვების გზა არის ჩემი აზრით ნოკაუტი რა. ის ალბათობაც 50-50 არის რა. Let's go განი უნდა მოიგო და ხო ალექს პერეირას ნოკაუტის წაგება როგორ აქვს ისრაელ ადესანია, რომელიც მაინც და მაინც არ არის ძლიერი დარტყმელი, მაგრამ ადესანია მიქ გაუტარა ზუსტი დარტყმა, ანუ სადაც საჭირო იყო იქ მოარტყა. სირილ განიც არ არის ნოკაუტერი, სირილ განი არის კარგი ზუსტი დარტყმელი და ალექს პერეირა ზუსტად იმ ტოჩკაში თუ დაარტყა, სადაც საჭირო არის, მგონია რომ დასვაჩეულია, თუ რა და decisions წამოიღებს რა. ბეტინგის კუთხითაც სარისკოა ეს პოზიცია, რა ფიქები ჩემს და ყველა ალექს პერეირას ფიქავს თითქმის და ალბათ ჩემშია პრობლემა ეს არასწორად რო ვფიქრობ, მაგრამ შეგახსენებთ რომ მე ბონფიმი დავსვი, ულბერგი დავსვი, ჯოშუამანი დავსვი, კანოფლი დავსვი და 1000 ანდერდოგი მყავს დასული და იქნებ ეს ანდერდოგის წამოვიდეს რა. მაგრამ მაინც მე ნუმენდობით. და გადავიდეთ მე ზოლა მეც იდეაში ილია ტოპ 2-ро, შეთხმოლა ლოქი არის ილია ტოპურიას გამარჯვება.
ბევრს ბევრს აქ ხოლმე შეკითხვები თუ ილია თოფურია როგორ მოიგებს და რავი მე ვენდობ ილიას როგორც თვითონ იძახის პირველ რაუნდში ნოკაუტითო და რავი რაც თქვა ყოველთვის აუხდენია რა ჩემი ფიქრი არის რომ ილია თოფურია გათიშავს სამიშენის ვარიანტს არ გამოურიცხავ თუმცა მგონია რომ ჯასტინის დაცა მითება უნდოდეს რა გათიშვა ენდობება თან ჯასტინ გეიჯი ისეთ დონეზე აფლობს ჭიდაობას რომ აი ჯანდაბას და ილია გადაიყვანოს და ილია სამიშენები ეძებნოს არ არის ჯასტინი ვერც გადაიყვანს და შეიძლება ვერც აჭიდავდეს რა ან არც აჭიდავდეს თავისი საწვავის ბალონი გათვალოს რა მაგრამ დგომში კიდე უფრო უარესად არის რა ჯასტინის ერთადერთი შანსი არის რა თქმა უნდა ქიქები ფეხები დაუზიანოს როგორც მაქს ჰოლოვი აკეთებდა და თავში აიტანოს რისი შანსიც არის ძალიან დაბალი მგონია რომ ილია თოფურია წესით გათიშავს პირველი მეორე რაუნდში ესე პირველი რაუნდი მაინც ცოტა ეჭვმეპარება პირველ რაუნდში გათიშოს იმიტომ რომ ჯასტინი ეგეთი ცუდი მებრძოლიც არ არის და გეყოლოთ ჯასტინზე უპატივცემულოდ ლაპარაკი რა მიღწევების აქვს ჯასტინს პატივისცემა და სხვა არაფერი რა. იყო შეიძლება ილია ისე ტიპს შეხვდეს, რომ მაქსიმალურად უგულშემატკირო ილიას რა. იმიტომ ვიძახი რომ ილიას ყველა მეტოქი არის აბსოლუტურად ყველა კარგი ადამიანი რა. ჯასტინი ვოლკანოვსკი, მაქსიმ, ოლივეირა არ გამახსენოთ, მე ვარ ოლივეირის ჰეითერი. მოგვეცით სალკილდის გულშემატკივრებს ოლივეირას ბრძოლა. სალკილდი და ოლივეირა მაგარი ბენგერი იქნებოდა, ხო? ეს არის ჩემი ფიქრები, თხოვნე იქნება გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო. რავი 300 ლაიქი გავწუროთ რა 2000 ხალხი ნახულობს და რა გახდა 300 ლაიქი ნახვამდის დროებით და არ გამოგრჩეთ ჩემი ინსტაგრამზე დამატება